გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. რამდენიმე დღის წინ თბილისში ისეთი ნიაღვარი იყო, ამის ნახევარი ქალაქი წაიღო. ოღონდ განა რამე გრძელვადიანი წარღვნა. არა, ძლიერი წვიმა სულ 20-ოდე წუთი გრძელდებოდა, მაგრამ ქალაქი მომენტალურად დაიტყორა, გზები აიყარა და ინფრასტრუქტურა განადგურდა. ზუსტად ამ დროს მუხლამდე წყალში შემდგარი კახა კალაძე ქუჩაში გამოვარდა. ვითომ საქმეს აკვარახჭინებდა. ჩართო Facebook Live და დაიწყო ლაპარაკი. არ გესმით ხო არაფერი? მთელი 8 წუთის განმავლობაში აკვარიუმის თევზივით უხმოდ აღებდა პირს. ხალხი კომენტარებში ითხოვდა პასუხებს, ინფორმაციას, დაკვალიანებას, მაგრამ პასუხად მიიღეს საკმაოდ უნიჭო მუნჯი კინო. ალო, ტყუილად საუბრობთ არისმის. არისმის ხმა. 900 კაცი რას უყურებთ? დაურეკეთ ვინმე მუთხარით ხმა რომ არისმის. მოდი 1 წუთით გავჩერდეთ და საკუთარ თავს გულწრფელად ვკითხოთ. სინამდვილეში დავკარგეთ რამე ამ სიჩუმით. კალაძეს ხმის ჩართვა რომ არ დავიწყებოდა, რა არსებითი განსხვავება იქნებოდა? რას მეტყოდა კალაძე ისეც, რაც უკვე პარტიული შაბლონით არ ვიცით. და მართლაც, პოსტ-ფაქტუმ მისი კომენტარი ასეთი იყო. მე რა ევროპაშიც ეგრე ხდება ხანდახან. ამწუხაროდ წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. სიმართლე ისაა მეგობრებო, რომ კახა კალაძეს ხმა დიდი ხანია აღარ აქვს. ეს 8 წუთიანი უხმო ლაივი არ ყოფილა ტექნიკური ხარვეს. ეს არის იდეალური, უზუსტესი მეტაფორა იმისა, თუ რა დაემართა ამ კაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველას გახსოვთ ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი პატარა ქალთევზა. არიელმა მანდ ზღვის ალქაჯს თავისი ხმა მისცა იმის სანაცვლოდ, რომ ფეხები ქონოდა და მიწაზე. კახი მას დაახლოებით ეკნა. მან შუშის სასახლის ალქაჯს ხმაც უბოძა, ფეხბურთელის ფეხებიც. და შეიძლება კიდევ ერთი სხვა ორგანოც, არ ვიცი. მე არ ვარ იმნაირი თქვენ როგორც ფიქრობთ, არ დავდივარ. რანაირი? გადატანითი მნიშვნელობით თქვი, კახი, ნუ ხარ სულ ეჭვებში საკუთარ თავთან. მოკლედ, კალაძემ ჩააბარა ალქაჯს თავისი ხმა, სანაცვლოდ კი მიიღო ის, რომ სტიქიის დროს დაცურავს დატბორილ ქუჩებში და უაზროდ მუნჯი ქალთევზასავით აფაცუნებს თუჩას. სინამდვილეში დიდი ხანია რაც ხალხს კალაძის აღარ ისმის და რაც მთავარია კალაძეს აღარ ისმის ხალხი. ზოგადად ეშმაკთან გარიგების მთავარი პირობა ყოველთვის ეგ არის. უნდა დათმო ყველაზე მნიშვნელოვანი. ხმა და თუ არ დათმო, დაიჭირ. კიდევ რა მოხდა ამ კვირას? ვახო სანაია Facebook პოსტის გამო 2 კვირით ციხეში გაუშვეს. გიორგი ახობაძე 24 დღით, ისიც სტატუსის გამო. კომიკოს ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ. იმავე ღამეს კი ხორავას ქუჩაზე 17 წლის ბავშვი ღიმილის გამო მოკლეს. მეორე დილით კი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი აი ესე დაიწყო. ჩვენს ეთერში ახლა ლანა ბლიაძის რუბრიკის დროა და მოდით როგორ ვისწავლოთ სიმშვიდე და ბედნიერება. და აქ შემოდის ვინმე ლანა, რომელიც აგრძელებს. სიმართლე გითხრათ, გადავწყვეტეთ, რომ დღეს რუბრიკა დაგვესრულებინა ბედნიერებაზე საუბრით, თუმცა გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ თემა ასე სპონტანურად შეგვეცვალა, რადგან არა რელევანტური იქნებოდა ბედნიერებაზე საუბარი. მე პირველ რიგში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ და ვიზიარებ მათ ძალიან დიდ ტკივილს და შევეცადეთ, რომ ჩვენი თემაც შეგვეცვალა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მეგობრებო, შეიძლება სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეთ მიმიკას, ჟესტიკულაციასა და გამომეტყველებას კონკრეტულად აი ამ მომენტში. გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ თემა ასე სპონტანურად შეგვეცვალა. აი ამ სახით ლაპარაკობს წინაღამით გარდაცვლილ 17 წლის ბიჭზე. და მე ამატებს, რა ვქნათ, ახლა ბედნიერებაზე ლაპარაკი არ გამოდის. შევეცადეთ, რომ ჩვენი თემაც შეგვეცვალა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. 17 წლის ბიჭი მოკლეს, ქალაქი წყალშია, ჟურნალისტი ციხეშია, კომიკოსი ნაცემია, ხალხს კრიმინალები პანტაპუნტით ჭრიან და საზოგადოებრივი მაუწყებელი გვიტარებს ტრენინგს იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არანაკლები სიგიჟე იყო ყაველაშვილის კომენტარი ამ ტრაგედიაზე. რაღაცა ერთ განხორციელებულ რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქცე, აი თურმე ინგრევა ქვეყანა და ეს რა ხდება და კრიმინალი გაიზარდა ამ შემდეგ. რეგისტრაკი. ჯერ რაღაცა ნეგატიურ აქტად ხომ აფასებს ამ ხელა ტრაგედიას. და რაც მთავარია, არც იმაშია ბოლომდე დარწმუნებული, რომ ნეგატიური აქტი. რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქცე, აი შეიძლება ნეგატიურია, ეჭვებშია.
აი ასეთი მავნებლობის გავრცელებას უწყობს ხელს დღეს სამთავრობო მედია. ისინი, ვინც ყოველ საღამოს წლებია ამ ქვეყანას ეუბნებიან, რომ შავი თეთრია, ვინც გვაჯერებს, რომ დატბორილი ქალაქი ევროპულია, კალაძე კარგი მენეჯერია, ჟურნალისტი, რომელიც კორუფციას ხმამაღლა ამ ხელს აგენტია, ზელენსკი კლოუნია, ყაველაშვილი კი პრეზიდენტი. მე ვინც არ უნდა ვიყო, მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე ვარ ქართველი და მე ვარ აი მარადიული საქართველოს ნაწილი. თუმცა სამთავრობო მედიას დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მან მოძალადეებისგან, ტიტუშკებისგან და ფსევდოძველი ბიჭებისგან ქართული ფასეულობებისთვის მებრძოლის ეტალონი უნდა შექმნას. რატო გვეშინია ლიბერალებზე უფრო მეტად ძველი ბიჭი? გვეშინია. ფაქტობრივი შეცდომაა. ვაფშე არ გვეშინია პირიქით. მოკავშირე. ეს ახლა იმდენს კი ვერ ხვდება, რომ ყველა ეგეთი ძველი ბიჭი ჩაუშვა სისტემასთან თანამშრომლობაში. მოკავშირე. ბიჭი მოკავშირე არა, მაკაცი 1-2 მყავს. მოკლედ ხალხო, სამი კაცი რომ ერთსემს, ეს არის მათთვის ქართული ფასეულობა. არა და მე ეგრე ვიცი, რომ ოდიდან ერთი ქართველი იწევდა 9-ზე და არა პირიქით. მოკლედ რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული მმართველების მთავარი ფორმულა იყო პური და სანახაობა. მაგრამ თანამედროვე მედიის ეპოქაში, როგორც ჩანს, სანახაობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი აღმოჩნდა, ვიდრე პური. პურზე გამახსენდა ყველას გაგიგიათ სალემის ჯადოქრების ცნობილი ისტორია. მე-17 საუკუნეში იქ მასობრივი ისტერია ატყდა. ხალხმა დაიჯერა, რომ მათ გვერდით კუდიანები ცხოვრობდნენ და საკუთარი მეზობლები კოცონზე დაწვეს. მეცნიერებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს ჯადოქრობა კი არა, ბიოლოგია იყო. იმ წელს ხორბალს შეეყარა სპეციფიკური პარაზიტი სოკო, ეგრეთ წოდებული ჭვავის რქა. ხალხი ჭამდა მოწამლული ფქვილისგან გამომცხვარ პურს, ემართებოდათ ჰალუცინაციები, პარანოია და საკუთარ ახლობლებში, ნაცნობებში კუდიანები ელანდებოდათ. რის შედეგადაც მოკლე დროში 200 ადამიანი წარადგინეს სასამართლოზე, ხოლო 25 სიკვდილით დასაჯეს. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც უთანხმოება, ნეგატივი წინასწარ ყოფილიყო ამ საზოგადოებაში, მაგრამ ხორბლის პარაზიტმა ამ ყველაფერს ფორმა მისცა, გააძლიერა ილუზია და მსხვერპლიც მიიღო. ჩვენ დღესაც ზუსტად ამ ილუზიაში ვართ. ოღონ ჩვენს დროში ეს პარაზიტი ჰალუცინოგენი ხორბალზე კი არ იზრდება. ეს პარაზიტი ჰალუცინოგენი ამოსულია რუსთავიორის, იმედის, პოსტივისა და სხვა პროპაგანდისტული შენობების სახით. მთელი საქართველო დაფარულია ამ პროპაგანდისტული სოკოთი. ისინი ყოველდღე აჭმევენ ხალხს ამ მოწამლულ ეთერებს და შედეგად საზოგადოების ნაწილს ეწყება ჰალუცინაციები. და როცა ქვეყანა ასეთი დაავადებითაა დაფარული, მასობრივი ისტერიისა და ქუჩაში ფიზიკური ძალადობის დასაწყებად, მხოლოდ ერთი წკიპია საჭირო. ხოლო ის ხალხი, ვინც ამ პარაზიტს ყოველდღე თესავს, მერე თავს იმართლებს. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ უბრალოდ ტექსტს კითხულობდით. ეს ფრაზები, რომლებსაც იმედის, პოსტივისა და რუსთავიორის ჟურნალისტები თავის გასამართლებლად იტყვიან, მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ ტექსტი წავიკითხე, მე უბრალოდ ეთერში ვიჯექი და ასე შემდეგ, ისტორიაში მრავალჯერ გაჟღერებულა და არასოდეს ქცეულა თავის დაძვრენის საშუალება. ამიტომ დღეს წარმოგიდგენთ ტოპ 5 პროპაგანდისტულ თავის მართლებას, რომელიც ჰააგაში არ მუშაობს. მაშ ასე, მე-5 ადგილი. გამართლება, მე უბრალოდ ტექსტს კითხულობ. იცით რა არის პროპაგანდისტის მთავარი, ყველაზე ტკბილი და საიმედო ილუზია? სუფლიორი. ვისაც ტელევიზიაში არ უმუშავია, მარტივად აგიხსნით. სუფლიორი არის კამერაზე დამაგრებული პატარა, შეუმჩნეველი ეკრანი, საიდანაც ჟურნალისტი ტექსტს კითხულობს. ქართველი პროპაგანდისტის ტექსტი, რომელსაც ის სუფლიორზე კითხულობს, ყოველთვის ზემოდან ჩამოშვებული ინსტრუქცია. შეიძლება რუსული სპეცსამსახურების მეთოდოლოგების დაწერილია, შეიძლება ლოკალური პარტიული ბოსების, მაგრამ ფაქტი ერთია. როცა იმედის, პოსტივისა თუ რუსთავიორის წამყვანები ეთერში სხედან, მათ გულწრფელად ჯერათ, რომ ეს სუფლიორი არის უჩინ-მაჩინის მოსასხამი, რომელიც მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებთ. მათთვის ადამიანების საფრთხეში ჩაგდება სამუშაო პროცესი. ალბათ გონებაში თავის გასამართლებელი უნივერსალური ტექსტი აქვს ჩართული. მე რა შუაში ვარ ძმა? მე უბრალოდ ტექსტს კითხულობდი. ბანკის ვალი მაქვს, მანქანის ზეთია შესაძლოა. ხო და ზუსტად ამ ილუზიაში, ამ კომფორტულ ტკბილ ბუშში ცხოვრობდა რუანდელი ჟურნალისტი ვალერი ბემერიკიც. მოდით ცოტა ხნით გადავინაცვლოთ 1994 წლის რუანდაში. რადიო რუანდის სტუდიაში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი დანაშაული. ნუ წარმოიდგენთ რაღაც ბნელ, ნესტიან სარდაფს, სადაც კედლებზე ჯაჭვები კიდია. არა ბატონებო.
რუანდის რადიო იყო თავისი დროის ყველაზე მოდური, ახალგაზრდული რადიოსადგური. იქ გადიოდა საუკეთესო პოპ მუსიკა, აფრიკული ჰიტები, წამყვანები კი ძალიან სასიამოვნო, რბილი და მეგობრული ხმით გელაპარაკებოდნენ. აი ზუსტად ისეთი ტემბრი დილის გადაცემებში სულიერი სიმშვიდის რეცეპტს რომ გვიყვებიან ხოლმე. სიმშვიდე, ჩვენს გონებას როგორ უნდა ვასწავლოთ სიმშვიდე? ბიმერიკის ერთი ჩვეულებრივი რიგითი წამყვანი იყო. ქალი, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში იარაღი არ ჭერია ხელში. ის უბრალოდ იჯდა თავის სტუდიაში, სვამდა ყავას და ამ დინამიური, ომახიანი ხმით კითხულობდა ტუტსების, ანუ მაშინდელი მოღალატე ოპოზიციის სიებს, მათ მისამართებს და დამალვის ადგილებს. ბიმერიკი პირდაპირ ეთერში ამბობდა: "ნუ მოკლავთ მაგ ტარაკნებს ტყვიით. ტყვია ძვირია, მაჩეტეთი აკუწეთ." განადგურეთ ტარაკნები, გაწმინდეთ ყველა სამალავი. ტარაკანი მხოლოდ ტარაკანს შობს. საფლავები ჯერ კიდევ სანახევროდ ცარიელია. იჩქარეთ და დაგვეხმარეთ მათ შევსებაში. და მე ისევ რამე მხიარულ სიმღერას რთავდა, ხანდახან ხელისუფლების წარმომადგენლების შესრულებითაც. სახელმწიფოს მიერ წახალისებულმა და მედიით მართულმა ეთერებმა რუანდის გენოციდი გამოიწვია. სულ რაღაც 100 დღეში 800,000-დან მილიონამდე ადამიანი მოკლეს. გავიდა წლები, სიგიჟე დასრულდა. ვალერი ბემერიკი ისევე როგორც სხვა პროპაგანდისტები აღმოჩნდა საერთაშორისო ტრიბუნალის განსაჯდელის სკამზე. და იცით რა იყო მისი მთავარი არგუმენტი სასამართლოზე? მე უბრალოდ ტექსტს კითხულობდი და ჩვენ ხომ რადიოს ჩვენი ხალხის დასაცავად ვიყენებდით. გახსენებთ რამეს ეს რიტორიკა? ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს ვიცავთ, ეკლესიას ვიცავთ. ბემერიკმა ათასობით ადამიანი გაწირა სასიკვდილოდ და მერე მოსამართლეს უთხრა. ტელევიზორში რაც დამიწერეს, ის წავიკითხე. თანამშრომელი ვარ და მე რაშუაში ვარ. და რა ქნა სასამართლო? მოусმინა ამ ბოდვას, თავი დაუქნია და ალბათ თანაგზრობით უთხრა. ძალიან მწუხვარ თქვენი ბანკის ვალების გამო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მასაც და თავად არხის დირექტორს, ჰასან გეზესაც. ჰასან ნგეზეს, რუანდის რადიოს მფლობელსა და მთავარ რედაქტორს, სასჯელის სახით განესაზღვრეს 35 წლის თავისუფლების აღკვეთა. მედიის საქმეზე რუანდის ტრიბუნალის მოსამართლემ ნავანეთემ ჰილაიმ ძალიან მარტივი, მაგრამ ისტორიული რამ თქვა, რაც ყველა ქართველმა პროპაგანდისტმა ძილის წინ ლოცვასავით უნდა იკითხოს. მან დაადგინა, საერთოდ არ არის საჭირო პროკურატურამ ფიზიკურად დაამტკიცოს, რომ ეთერში ნათქვამმა შენმა კონკრეტულმა წინადადებამ ქუჩაში პირდაპირ კონკრეტული ადამიანი მოკლას. წაქეზების დანაშაული დასრულებულია იმ წამსვე, როცა შენს მესიჯს აქვს პოტენციალი გამოიწვიოს ზალადობა. როცა შენ ადამიანს ეკრანიდან ართმევს სახელს, გვარს, ღირსებას, მას სარეველას ან ერის მტერს უწოდებ და უბრალოდ მოსიარულეს სამიზნედ აქცევ, შენ უკვე გამოჰკარი ჩახმახს ხელი. ასე რომ როცა ხვალ ისევ დასხდებით ეთერში, ეკრანზე გაშვებულ მორიგ სიძულვილის წერილს წაიკითხავ, ადამიანებს მიზანში ამოიღებთ და იფიქრებთ, რომ საღამოს სახლში მიხვალთ, სერიალს ჩართავ და მშვიდად დაიძინებთ, უბრალოდ გაიხსენეთ ვალერი ბემერიკი. მანაც ზუსტად ეგრე გაისწორა თმა, წაიკითხა ტექსტი, ჩააბარა ცვლა და წავიდა სახლში. სანამ ერთ მშვენიერ დღეს მისი ცხოვრება გისოსებს მიღმა არ გაგრძელდა. მეოთხე ადგილი. გამართლება ეს უბრალოდ მეტაფორა იყო. იცით რა არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური და საშიში ფოკუსი? ეკრანიდან არავინ გიბრძანებს წადი და მოკალი. თავარი ამოცანა ბრძანების გაცემა კი არა, დეჰუმანიზაციის შეჩვევა. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მეზობელზე, თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა უჭირს. მაგრამ თუმე შენ ყოველდღე დილა-საღამოს, ყველა საინფორმაციო გამოშვებიდან ჩაქჩიჩინებ, რომ ეგ შენი მეზობელი ადამიანი კი არა, ვირთხაა, სარეველაა, ჯაშუშია, ეკლესიისა და ტრადიციების მტერია, ერთ დღესაც, როცა მას ქუჩაში 4 ზონდერი თავს დაესხმება, შენ იფიქრებ, რომ კრიმინალი კი არ მოხდა, უბრალოდ ვიღაცამ ქუჩა დაასუფთავა. როცა მსხვერპლს ართმევ ადამიანურ სახეს, მასზე ძალადობა დანაშაული აღარ არის. ის სანიტარულ ნორმად იქცევა. სწორედ დეჰუმანიზაციის ეს კლასიკური ტექნიკა გამოიყენა რადიო კას FM-ის ვარსკვლავმა და წამყვანმა ჯოშუა არაბ სანგმა 2007-8 წლებში, კენიაში არჩევნების შემდგომი კრიზისის დროს. ის ეთერში არასოდეს იძახდა პირდაპირ, წადით და დახოცეთ კიკუიოს ტომის ხალხიო. ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სარეველებს უწოდებდა, რომლებიც სახლის გარშემო იზრდებოდნენ და რომელთა მოშორებაც აუცილებელი იყო.
გაკაფეთ სარეველები. სამუშაო კარგად სრულდება, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ადგილები, სადაც საქმე ბოლომდეა მისაყვანი. წადით და დაასრულეთ სამუშაო. გაკაფეთ ველური სარეველები, სანამ ისინი სახლებში შემოგეჭრათ. შორიდან რომ მოგესმინა, გეგონება ტიპი ლანდშაფტის დიზაინისა და გაზონის მოვლის კურსებს ატარებდა. მაგრამ სინამდვილეში მის აუდიტორია ზუსტად ესმოდა, ვის გულისხმობდა სარეველაში. ამ ბალახის კრეჭას კენიაში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხალხი კლავდა მეზობლებს და გულწრფელად ჯეროდა, რომ უბრალოდ ბაღს მარგნიდა. და რა მოხდა მერე? როცა ჯოშუა არაპ სანგი, როგორც ეთნიკური წმენდის ერთ-ერთი იდეოლოგი, ჰააგის სისხლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოში დაიბარეს, ისეთ რა უთხრა მან მოსამართლეებს? მე აქ ვდგავარ და ველი განსაჯელს, რომელმაც ცხოვრება უნდა დამინგრიოს, ჩამომაშოროს ჟურნალისტიკას, რომლითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ნუ თუ ეს არის ევროპა, ნუ თუ ეს არის სიტყვის თავისუფლება. ანუ ტიპმა ეთერი დეჰუმანიზაციის ისეთი ტალღა ააგორა, რომ 1000-ზე მეტი კაცი აკუწეს და მერე თქვა, არ აქვს ხვენია სიტყვის თავისუფლებას როგორ მიზღუდავთ. სამწუხაროდ ამ კონკრეტულ ამბავში იურიდიული სამართლიანობა ბოლომდე ვერ აღდგა. მოწმეები ჰააგის პროცესზე ვერ მივიდნენ, რადგან ზოგი დააშინეს, ზოგი კი უბრალოდ მოკლეს. შესაბამისად, ჯოშუას საქმე ჩამოიშალა. მაგრამ პრეცედენტი შენარჩუნდა. იმიტომ რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა ძალიან მკაფიო გზავნილი დატოვა პროპაგანდისტებისთვის. ხილად იყავით. ჩვენ გაკვირდებით ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში. იძახეთ მერე, ევროპა დიქტატურა, ევროპა სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავს. თუ ვინმე სადმე არ გვაქვს გამოხატვის თავისუფლებას, ეს თავად ევროპაა. მეტი დიქტატურა, მეტი ტოტალიტარიზმია, ანუ მეტი რა არის. მე არ ვიცი. მესამე ადგილი. გამართლება სიტყვის თავისუფლებას გვართმევ. ყველაზე უტიფარი როლური თამაში ისტორიაში, მგელი, რომელიც მსხვერპლის ტყავს ირგებს და თან ვეგანურ მენიუს ითხოვს. იცით რა არის ყველაზე კომიკური ჩვენს პროპაგანდისტებში? როცა სხვებს ანადგურებენ, ციხეში უშვებენ და ეკრანიდან მიზანში იღებენ, ამ დროს ჩვეულებრივი დაუნდობელი ტერმინატორები არიან. მაგრამ როგორც კი მათ მიერ დაორგანიზებულ ძალადობაზე ვინმე პასუხს თხოვს, ან ღმერთმა დაიფაროს და სანქციას დაუწესებს, ამ აგრესიული ტელეხორცსაკეპების წამყვანებს ეგრევე თვალზე კურცხალი ადგებათ. ჩვენ პრინციპში ამ საკითხს ველოდით, რომ ველოდითზე მეტად უფრო მზად ვიყავით. ყველანაირად. რანათან ჯიშლახით ყვები მე. აი, ძალიან განვიცდი რა. ძალიან ცუდად. ამ სპექტაკლს თავისი ისტორიული წინამორბედი ყავს და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა 1997 წელს ბოსნიაში. მოგეხსენებათ 90-იან წლებში იუგოსლავიის დაშლას ბოსნიაში უმძიმესი სამოქალაქო ომი მოყვა, სადაც ერთმანეთს ეთნიკური სერბები და ბოსნიელი მუსლიმები დაუპირისპირდნენ. ამ პერიოდში იყო ასეთი სერბული ტელევიზია, სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობდა ქალაქ პალედან. ეს არ იყო უბრალოდ ტელევიზია, ეს იყო პირდაპირ ეთერში ჩართული სიკვდილის ესკადრონი. საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებდა იმდენად პრიმიტიულ და სასტიკ პროპაგანდას, რომ ღიად კამერების წინ ამართლებდა ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას, საკონცენტრაციო ბანაკებსა და მასობრივ სიკვდილით დასჯებს. ეს არხი იყო სიძულვილის მთავარი გენერატორი. შედეგად ამ დეზინფორმაცია მეორე მხარეს, ანუ სერბულ მოსახლეობასა და ჯარისკაცებს სრული მორალური ინდულგენცია მისცა. ჯარისკაცებს ჯეროდათ, რომ ქალაქის უწყვეტი არტილერიული დაბომბვა პასუხი იყო და არა დანაშაული. ამან კი ალყა და მშვიდობიანი ხალხის ხოცვა 44 თვის განმავლობაში გაახანგრძლივა. მოკლედ ამ ტელევიზიამ იმდენად გააგიჟა ყველა, რომ ბოლოს 1997 წლის ოქტომბერში საერთაშორისო საზოგადოებას ყელში ამოუვიდა. ნატოს სამხედრო ძალებმა უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაანადგურეს. იმიტომ რომ სხვანაირად იმ სიგიჟის გაჩერება უკვე ფიზიკურად შეუძლებელი. მოგვიწია ასეთი მკაცრი ზომები მიგვეღო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად არღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას ტენდენციური, პროვოკაციული და სიძულვილით სავსე ინფორმაციის გავრცელებით.
ისეთ რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე ტელევიზიის გენერალურ მენეჯერს, ვინმე მიროსლავ ტოჰოლის. კაცმა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს აპრავებდა, უცებ გადმოიღო დემოკრატიული ლექსიკონი და ამ ქმედებას ძალადობა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ უწოდა. ჩვენი გაჩუმება არა პროპაგანდის აღკვეთა, არამედ დემოკრატიის მკვლელობა და თავისუფალი სიტყვის ცენზურაა. ნატო ვერ ასაბუთებს თავის ბრუტალურ ქმედებას. ხომ არ გახსენებთ ეს სიტყვები რამეს? არც მტკიცებულებები, არც ფაქტები ბრიტანეთის მთავრობის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე ისევ დაუსაბუთებელია. ასე რომ მეგობრებო, როცა ჩვენი ლოკალური პროპაგანდისტები, იმედის, პოსტივისა და რუსთავიორის სახეები, ადამიანების გაშავების, სიცოცხლის დანგრევისა და ქუჩაში ზონდერების მიგზავნის მერე ეკრანზე გამოვლენ, თვალებს ააფახულებენ და მედიის თავისუფლებასა და დასავლურ ღირებულებებზე დაიწყებენ საუბარს, არ მოტყოდეთ. იცოდეთ, რომ ეგ ტექსტი მათ არ დაუწერიათ. კგბ-შნიკებსაც კი არ დაუწერიათ. ეგ ტექსტი ბოსნიაში ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწერა. ამათმა კი უბრალოდ გადმოთარგმნეს და ახლა თქვენ გიკითხავთ. მეორე ადგილი, გამართლება საზოგადოებას თავისი რეაქცია აქვს. თანამედროვე კორპორატიულ ბიზნესში არის ასეთი ტერმინი outsourcing. როცა კომპანიას არ უნდა რომ რაღაც საქმე თავისი სახელით აკეთოს, ქირაობს გარე კომპანიას ან ინდივიდს და ისაგვარებს პრობლემას. ქოცების ხელისუფლებამ ეს მოდელი იდეალურად გადმოიღო, ოღონდ ფიზიკური ძალადობის სფეროში. გავიხსენოთ თუნდაც ირაკლი ზარქუას კომენტარი ონისე ოქრიაშვილის ცემაზე. ვერ დაგიცავს ეს პოლიცია ყველგან. იმიტომ რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. გვერდზე გადავდოთ ონისე ოქრიაშვილის იუმორი მისაღები იყო თქვენთვის თუ არა, მოგეწონათ თუ არა, გაგეცინათ თუ არა. მე ვიცი რომ აქეთა მხარესაც არსებობს ეს წუხილება. აქ ბევრად უფრო ფუნდამენტურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო პირდაპირ გეუბნება რომ ჩვენ უბრალოდ ტელევიზიით გამოგაცხადებთ ერის, ეკლესიისა და ტრადიციების მტრად და მერე ვინ რას იზამს, ჩვენ არ ვიცით. ვერ დაგიცავს ეს პოლიცია ყველგან. რაღაცა დრო შეიძლება ქუჩაში აღშფოთებული მოქალაქეები, რომლებსაც შემთხვევით ხელკეტები უჭირავთ, დაგხვდნენ, გაგლახონ და ჩვენ მერე ამას საზოგადოების ემოციურ რეაქციას ვუწოდებ. მაგრამ გონიათ ეს ქართული ოცნების ნოუ-ჰაუა? სულაც არა. ეს არის დიქტატურების კლასიკური, უკვე კარგად გაცვეთილი სახელმძღვანელო. გადავინაცვლოთ 2010 წლის კოდ დიუარში. იქაურმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ არჩევნები წააგო. წააგო, მაგრამ აბა სავარძელს ესე მარტივად ხომ არ დათმობდა. და რა ქნა? მან ზუსტად ეს საზოგადოების ემოციური რეაქციის ტაქტიკა ჩართო. გბაგბომ გამოიყენა სახელმწიფო ტელევიზია RTI, რომელიც ყოველდღე ულტრანაციონალისტურ რიტორიკას აფრქვევდა და ოპონენტებს მტრებად აცხადებდა. ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდა სამოქალაქო პირებს, გამოსულიყვნენ და პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ფარები შეიქმნა. მათ არ გამოუყენებიათ ოფიციალური ჯარის საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ უნიფორმიანი ხალხის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა კამერებში ცუდად ჩანს. მათ გამოიყენეს ზუსტად ის მოდელი, ერთ-ერთი ტიტუშკები და ეგრეთ წოდებული საზოგადოების რეაქცია. პოლიცია კი უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ უსწორდებოდა ეგრეთ წოდებული საზოგადოება ოპონენტებს. მახარას ვიდეო გამახსენდა. 30 კაცი დუბინკით როგორ მცემდა მარტოს, მაგას უყურებდი და რომ მოვდივარ შენთან მეუბნები, რომ კი გადავეცი. რა გადაეცი? თავს აყოლევინებ და მერე გადაეცი? და რა იყო კოდ დიუარში ამ ექსპერიმენტის შედეგი? 3000-მდე დაღუპული ადამიანი. გბაგბოსაც გულწრფელად ეგონა რომ რადგან ფორმიანები არ ისროდნენ და სამოქალაქოებს დაახოცინა ერთმანეთი, პასუხისმგებლობას გაიქცეოდა. ეგონა ჰააგაში ეტყო და მერაშუაში ვარ. ხალხს ჰქონდა ასეთ რეაქცია. მაგრამ რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტრიბუნალში ამ ძალადობის აუთსორსინგმა არ გაჭრა და გბაგბომაც საბრალდებო სკამზე ამოყო თავი. ასე რომ მეგობრებო, როცა სახელმწიფო ტელევიზია ირაკლი ზარქუან მართველი პარტიის ნებისმიერი სხვა რუპორი ეკრანიდან გეუბნებათ, რომ შენ სიტყვებზე საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება, ნუ გონიათ, რომ ეს საზოგადოება ინტელიგენციის წარმომადგენელია, რომელიც შენს ხუმრობაზე აღშფოთდება და სადმე პეტიციას მოაწერს ხელს. არა მეგობრებო, ეგ ის საზოგადოებაა, რომელიც შავი კაპიუშონებით უკვე შენ სადარბაზოსთან დგას. კასტეთს იკეთებს ხელზე და სახელმწიფო გარანტიას ელოდება, რომ თუ დაიჭერენ, პარლამენტის დეპუტატები თავდებში ჩაუდგებიან. პირველი ადგილი.
მეგობრებო, მთელი გადაცემა სისხლზე, გენოციდებზე და ტელემკვლელებზე ვისაუბრეთ. ამიტომ გადავწყვეტე ეს ჰიტ-პარადი რაღაც ძალიან ლამაზით, პოზიტიურით და გარდაუვალით დავასრულოთ. წავიდეთ ქვეყანაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ქოცების ხელისუფლებისთვის მექა იყო. ხოლო ჩვენი ირაკლი კობახიძისთვის დისნეილენდი. ვიმოგზაუროთ პოსტ ვიქტორ ორბანის უნგრეთში, ოღონდ 2026 წელს. 16 წლის განმავლობაში უნგრული სახელმწიფო ტელევიზია MTV-ი ზუსტად ჩვენი იმედისა და პოზიტივის ასლი იყო. მედიის 80%-ს პირდაპირ ორბანი აკონტროლებდა და ეს არხები მუშაობდნენ როგორც ტყუილის ფაბრიკა. თავარ ოპოზიციონერს პიტერ მადიარს რას აღარ აბრალებდნენ? დასავლეთის აგენტია, გლობალისტების მარიონეტია, ომის პარტიაა. და ომში უნდა უნგრეთის ჩართვა. ნაცნობი ტექსტებია, ხო? იქამდეც კი დაეცნენ, რომ ეთერში აცხადებდნენ, მადიარს საკუთარი შვილები არ ელაპარაკებიან. მაგრამ 2026 წლის 12 აპრილს ორბანმა არჩევნები წააგო. მადიარმა გაიმარჯვა. ხოლო 15 აპრილს სახელმწიფო მედია იძულებული გახდა 18 თვიანი ბლოკადის შემდეგ გამარჯვებული მადიარი პირდაპირ ეთერში დაესვა. წამყვანს ალბათ ეგონა, რომ ძველი ინერციით გააშავებდა, манипуляციურ კითხვებს დაუსვამდა, მაგრამ მადიარმა მიკროფონი გაისწორა და წამყვანს სახეში უთხრა. აი ეს. ეს ტელევიზია სიცრუის ქარხანაა და მას ჩვენი ხელისუფლება მალე დაასრულებს. რასაც თქვენ აქ 2010 წლიდან აკეთებთ, გებელსა და კიმ ჩენ ინს შეშურდებოდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ნამდვილი ისტორიული ფინალი 7 ივლისს დადგა. ახალმა მთავრობამ შეასრულა პირობა და ტელევიზია პროპაგანდისტებისგან გაწმინდა. იცით რა მოხდა ამ დღეს? ზუსტად შუადღის 4 საათზე უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გაითიშა. ეკრანი გაშავდა. ჩაირთო უნარნარესი კლასიკური მუსიკა და ეკრანზე გამოჩნდა მხოლოდ ერთი სტატიკური ტექსტი, ეგრეთ წოდებული ბოდიშის დაფა. სიტყვა სიტყვით გითარგმნით. ჩვენ ბოდიშს ვიხდით იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ზუსტად ამას ვაკეთებდით. საზოგადოებრივი მედია ახლა რეფორმირდება, რათა მომავალში იყოს დამოუკიდებელი და სანდო. ახალი ამბების გამოშვება დროებით შეჩერებულია. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან. ეთერი განახლდა ზუსტად 19:56 საათზე, რაც 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის სიმბოლოდ შეარჩიეს ჟუანტელმა ადამიანმა. და იცით რა გაუშვეს პირველივე გადაცემად? 1969 წელს გადაღებული ფილმი „მოწმე“, კლასიკური სატირა სტალინურ რეპრესიებზე და სახელმწიფო ტყუილებზე, რომელიც კომუნისტებს თავის დროზე 10 წელი ჰქონდათ აკრძალული. და იცით რამდენმა ნახა ეს ფილმი ლაივში? 653,191 ადამიანმა, პლუს 20,000-ზე მეტმა ონლაინ. 9,500,000-ზე მეტმა უნგრელმა ერთ საღამოს ნახა აკრძალული სატირა სახელმწიფო ტყუილზე, იმავე არხზე, რომელიც 16 წელი ამ ტყუილს ამზადებდა. ეს არის ის რიცხვი, რომელსაც პროპაგანდა ვერასდროს აღწევს. იმიტომ რომ პროპაგანდას უყურებენ, სიმართლეს კი ელოდებიან. აი ეს არის მეგობრებო, ყველა პროპაგანდისტის გარდაუვალი ფინალი. დღეს ჩვენი ლოკალური პროპაგანდისტები თავიანთ კომფორტულ სტუდიებში სხედან, ცინიკურად იღიმიან და გონიათ რომ ეს მიკროფონი და კამერა სამუდამო ჯავშანია. გონიათ რომ თუ მოქალაქეებს, მტრებს და აგენტებს დაუძახებენ, შსს სპეცრაზმი მათ სამუდამოდ დაიცავს. მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ უნგრეთის მაგალითი. სუფლიორი ძალიან მარტივი რამეა. დღეს მან აგენტი და გლობალური ომის პარტია გიწერიათ. მაგრამ ხვალ, როცა რეალობა სტუდიის კარს შემოანგრევს, ზუსტად ეგ ეკრანი გაშავდება და მაგავე სუფლიორზე დიდი თეთრი ასოებით დაიწერება მხოლოდ ერთი სიტყვა: ბოდიში. და მაშინ ალბათ კახა კალაძესაც დაუბრუნდება ხმა. ოღონდ ერთი პრობლემაა. როცა ხმა დაგიბრუნდება, მაშინ პასუხიც მოგეთხოვება. ხოლო ამ ბოდის მივიღებ თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მე ვარ ბექა ყორშია, ეს კი იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ სულ გვიყურებთ, გულშემატკივრობთ და კარგ რაღაცებს გვიწერთ კომენტარებში. ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და მადლიერებით ვივსებით. შევხვდებით მომავალ კვირას. დროებით.